მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers, ამჯერად მე ჩემი Jetta GLI-ით დაგიბრუნდით. ეს მანქანა ხშირად არ ჩანს ჩემ არხზე და დღეს მინდა რომ წვიმიანი დღე გვაქვს, წვიმაში ვიმოძრაოთ, თან DSG გადაცემათა კოლოფსაც მინდა რომ ვისაუბრო, როგორი სატარებელია, რას უნდა ელოდეთ ამ კოლოფს და როგორი მოსწავლელია და ასე შემდგომ. მაგრამ ეხლა შეამჩნევთ თქვენ რომ მე სამრეცის ხალხზე ვიმყოფები, იმიტომ რომ სანამ წვიმაში დავიწყებ სიახლოვეს, მინდა რომ ცვილი გადავავლო მანქანას, რომ შუშებზე ასე რომ თქვა წყალი აღარ მოგვეკრას და კარგი ხილვადობა გქონდეს. იცით რომ წვიმაში ცოტა სახიფათოა ჩვენთან გზავრობა და გადაადგილება. მოკლედ ეს მანქანა არის 210 ქარხნული ცხენით, სრულიად ქარხნულ მდგომარეობაშია, დისკებიც კი ქარხნულია, არაფერი არ გამიკეთებია საერთოდ და ასეც კი კარგი სატარებელი და რაღაცნაირი ემოციური მანქანაა. ხო და მოდი ახლა დავждეთ, აღარ გავაგზელებ უკვე და დავიწყეთ მოძრაობაში, ვნახოთ რას და როგორ აკეთებს ჩვენი Jetta GLI. პირველ რიგში როგორც გითხარით, შევიდეთ, ჯერ ცვილი გადავავლოთ უცებ, რომ ჰიდროფობური ეფექტი შევძინოთ. ძაკ. საკმაოდ ლამაზი უკანა ფარები აქვს, ძალიან მომწონს. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ნაწილია აი ამ მანქანაში. მოკლედ დავირჩიოთ ცვილი. ცვილი გადავლებულია. გავიდეთ ახლა აქედან და გაჩვენებთ ამის ეფექტსაც. გამოვედით ქალაქში. აი ჩვენ წინ BMW წვიმით თუ სარგებლობს. აი ხედავთ ახლა ეს არის ჩვენი ცვილის ეფექტი. ზუსტად ამიტომ გამოვიყენე რომ აი წვეთები თვითონ გადმოიწიოს რა და უფრო მარტივი გახდეს ხილვადობაც. შუშის წმენდას და ასე შემდგომ. მე მინდა ვისაუბრო DSG გადაცემათა კოლოფზე ახლა სანამ აქ მოძრაობთ. ზოგადად მინდა ავწერო ეს კოლოფი, რომ ეს არის მექანიკური გადაცემათა კოლოფი შიგნიდან, რომელსაც უკვე მართავს კომპიუტერი Z-ის წნევის ხარჯზე. ანუ Z ამ გადაცემათა კოლოფებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში დავიწყებ იმითი, რომ ამ გადაცემათა კოლოფს აქვს ორმაგი გადაბმულობა, ცეპლენიას რასაც ვეძახით და იეგ და ამ ორმაგი გადაბმულობიდან ერთი აკონტროლებს კენტ რიცხვებზე განლაგებულ სიჩქარეებს, ანუ პირველ, მეორე, მესამე, მეხუთეს და მეხუთეს ავსეო. ხოლო მეორე ღერძი უკვე აკონტროლებს მეორე, მეოთხე და მეექვსე სიჩქარეებს. ეხლა ნახე როგორ მუშაობს. მაგალითად, აი ჩამოვაგდოთ ეხლა სიჩქარე მეორეში გქონდეს. აი მეორეში ხო გვაქვს. ეხლა მე რო გას უმატებ, ამას მესამე უკვე აქვს გამზადებული. მე როგორც კი ამოვარტყა, ეგრევე გადართო. ეხლა ხო იწურება. ამოვარტყი, ეგრევე გადართო. ანუ ამ ყველაფერში დრო არ იკარგება რა. მაგიტო არის კარგი და სწრაფი გადაცემათა კოლოფი და სპორტული ხასიათის მანქანებში მაგიტო ხდება ხოლმე. ასე არის სახიფათო. ეს შეიძლება ვერ ხედავთ, ეხლა მართალია უნთებდა სარკეზე დავინახე ის ბლაინდ სპოტი, მაგრამ მაინც შეიძლება რომ ვერ ხედავდეს და ყოველთვის ფრთხილად მიეპარეთ ხოლმე ასეთ მანქანებს რა. წვიმაში განსაკუთრებით. პირველად რომ დავჯექი, ასე რომ თქვა ეს მანქანა რო ვიყიდე, მანამდე მყავდა ვარიატორი, მე ავტომატიკებიც მყავდა, მაგრამ თავიდან გაჩვენება ძალიან უხეში რა. ხო, თავიდან გაჩვენება ძალიან უხეში. რაღაცნაირი ხმები გესმის მექანიკური და ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის მე რეალური უკვე რო შეეჩვენოს, იმიტომ რომ მექანიკა არის რა და ამ ყველაფერს აი შენი ხელის მაგივრად იქ რობოტი რაღაცა წნევის ხარჯზე უჩხაკუნებს, გამიგე, გაზარდა წნევა, იქ ცეპლენია მიედო, გააქტიურდა, აი ეს ყველაფერი მექანიკური ხმები ხანდახან გესმის ხოლმე რა. მით უმეტეს როცა ახალი ნაყიდი ყავს, ეხლა დიდი ხანი რო ყავს, მე უკვე ყური ეჩვევა თავისთავად. რაც შეეხება ხა ამ კონკრეტულ DSG კოლოფს, ეს არის DQ250. ეს არის სველი DSG კოლოფი. აქამდე მაგალითად ადრე CC-ებში, ძველ პასატებში და რაღაც მანქანებში უბრალოდ არ მახსოვს ახლა რომლები იყვნენ, მაგრამ ჰქონდათ DQ200 კოლოფები, რომელიც იყო მშრალი DSG კოლოფი. სველსა და მშრალს შორის ის განსხვავება არის, რომ როგორც ვახსენე, ორმაგი გადაბმულობა აქვს, ორი ცეპლენი აქვს. მოდი ჩავუშვათ ჩვენი ძვანკაცი. ხო, ორმაგი გადაბმულობა აქვს და ეს გადაბმულობა DQ200-ში მშრალ DSG-ში არის ჩვეულებრივად ჰაერში გამოკიდებული, არაფერი არ აგრილებს და მაგით ეძახიან მშრალს. თუმცა მაგას აქვს ის მინუსი თავისი მერე, რომ ხურდება.
რაც შეეხება აი ამ კოლოფში უკვე მოგვარებული ეს პრობლემა, რადგანაც სითხეში ცურავს, ასე რომ ვთქვათ, ეს ჩვენი ცეპლენია გადაბმულობა, გადახურების რისკები ნაკლები გვაქვს, ცვეთა ნაკლები აქვს და ბევრად უფრო გამომდგარი არის თუ ზედს უცვლი გადაცემათა კოლოფს ჩვეულებრივად გამართულად მუშაობს. რა არ უყვარს კიდე ჩვენ DS-ში კოლოფებს. წარმოვიდგინოთ ვართ საცობში და აი ეს ნელ-ნელა მივყვები მანქანებს. აი ტორმუზე გიჭირავს ფეხი, აუშვებ და აჭერ, ხანდახან ნახევრად გიკავია, რომ ნელ-ნელა გაყვე, ეს აზიანებს ძალიან აი ამ გადაცემათა კოლოფებს. პირველი მტერი ამათი გადახურების და ზეთის დეგრადირების და ასე შემდგომ. იმიტომ რომ როგორც მექანიკურ გადაცემათა კოლოფში არის, რომ აი ნახევრად რო წამოუწიო ჩვენს ცეპლენიას, ეგრეთ წოდებულს და ისე გიმოძრავია, იგივე საკეთებს აი ესეც რა. მოკლედ, რის თქმა მინდოდა, ხო? მოკლედ, საცობში როცა იქნებით, ყოველთვის შეეცადეთ, რომ დისტანცია გეკაოთ წინ მანქანასთან, რომ ტორმუზე ფეხით არ მოგიწიოს, ასე რომ ვთქვათ, ნელ-ნელა მოძრაობა რა. DS-ში კოლოფებს ეგ განსაკუთრებით არ უყვარს. ახლა რაც შეეხება manual modes, რა დროს უნდა გამოიყენოთ და რა დროს არ უნდა გამოიყენოთ. აი, ეხა მაგალითად, როდესაც აი აქ მოდიხართ, შეუულებრივად შეგიძლია გამოიყენო უპრობლემოდ. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა აი ეხა წინ მივალთ ჩვენ და აქ დაგვხვდება აღმართი და ვნახოთ როგორ მოიქცევა უკვე ამ აღმართში დააკვირდით. თქვენ ტახომეტრს როგორ უჭირავს. აი ეხა მე მაგალითად აქ შემოვდივარ და აი ნახე, ახლა მოიფიქრა რომ გადაიტანოს იქეს და როცა გააგრძელებ უკვე აჩქარებას კიდე გადაგირთავ სიჩქარეს. ამ დროს ეს ახლა პრობლემა ასე ვთქვათ 1 და 2 არაფერი არ არის, მაგრამ ტურბინიანი ძრავისათვის ყოველთვის უფრო უკეთესია რომ ბრუნი ეჭიროს სტაბილურად იმ დროს, როდესაც ტურბინა კარგად უბერავს. თორქი რომ კარგი კონდეს ასე. თორქი ამ მანქანებს აქვს უკვე 1700-დან ზევით. და სასურველია რომ მაგის ზემოთ იდგეს ტახომეტრი, როდესაც მიდიხართ აღმართზე და D-ში როცა გაქვს, D ყოველთვის ცდილობს რომ კომფორტულად იმოძრავოს, ბევრი არ დაწვას და მაგ დროს ასე რომ ვთქვათ, სიჩქარეებს თვითონ რთავს რა. და ამ დროს შენ აღმართზე როცა გინდა რომ მაღალი ბრუნით ახვიდე, ვერ ადიხარ. მაშინ უნდა გადაიტანო ან S-ში, ან მენუალში უნდა გქონდეს და შენ თვითონ უკვე შეურჩიო სიჩქარეები. რაც შეეხება ახლა აჩქარებას, downshift და upshift, ანუ წინ და უკან გადავთვალს. მაგალითად, ჩვენ ახლა გვაქვს მე-4-ში, თუ გაზ ფეხს ავაჭერთ, მანქანა ახ თავისად ვერ აჩქარდება, იმიტომ რომ გახსნილი არ აქვს ტურბინა. მაგრამ გაზ რო ფეხს აჭერ და ერთს ამოუწევ, უკან გადმოურთავ, ამ დროს გადავთვა მოხდა ძალიან სწრაფად. რატო მოხდა ახლა და რატო გააკეთა ეს გადაცემათა კოლოფა? იმიტომ რომ ჭკვიანი არის რა, მე ამას ვიზახი სულ რომ ეს გადაცემათა კოლოფი არის ძალიან ჭკვიანი. მიხვდა ამან ისედაც რომ მე მე-4-ში მქონდა და აჩქარება მინდოდა და თუ აჩქარება გინდა რეალურად ხო უფრო დაბალი სიჩქარე უნდა აჩქარდე. კი ბატონო, უნდა აჩქარდე. ეგ გააკეთა ზუსტად. ეხლა მე-3-ში მაქვს გაზე ფეხი დავაჭირე, წამოუწიე თუ არა უკანა სიჩქარეში, ეგრევე გადაიტანა და აიზრა. ეს შეგიძლია გააკეთო ტორმუსთან ერთადაც, მაგალითად ეხლა ვნელდები, ჩამოვყარო შემიძლია სიჩქარეები, მაგრამ ამაში იკარგება დრო. და შენ შეგიძლია გაზე ფეხი დააჭირო, მანქანას ინფორმაცია მიაწოდო რომ მე მჭირდება აჩქარება. ეს უკვე გადაცემათა კოლოფმაც იცის და როგორც კი მინუს ხელს ამუარტყამ, ეგრევე სიჩქარეში გაქვს უპრობლემოდ. ამას სიმართლე რო გითხრა, ცოტა არ იყოს და ასე რომ ვთქვათ, მანქანას რო შეეგუები, მე უფრო კარგად გააკეთებ. შეიძლება რომ ასე რომ ვთქვათ, ისე გადაურთო სიჩქარე, რომ არ იყოს იმ დროს მისაღები ან გადაცემათა კოლოფის დაგიგვიანებს რა და მე შეიძლება ვიფიქრო რომ აუ DS-ში აგვიანებს, მაგრამ სინამდვილეში არაფერსაც არ აგვიანებს. თუ შეურჩევ შესაფერის დროს, როგორც დაახლოებით რა თითქმის მექანიკას როგორც ატარებ ხოლმე, ეგრე უნდა ატარო ეს მანქანებიც რა. მოდი სულ გადაცემათა კოლოფზე რო არ ვილაპარაკოთ, მინდა რომ ამ მანქანის ძრავზეც ვისაუბრო 1-2 სიტყვით. მოკლედ ეს არის 2-დან 0 ტურბინიანი ძრავი
მესამე თაობა არის აი ამ ძრავების, რაც გამოდის ახლა ორიდანული ტურბოები. EA888 კოდი აქვს. ხო და მოკლედ პირველი და მეორე თაობა სუსტი შეიძლება დავარქვათ. ნუ პირველი თაობა პირდაპირ ვიტყვი რომ არც ხელოსანი აქებს და არც მე პატრონე. მეორე თაობაზე უკვე ვისაც ასე ვთქვათ ხელოსნებთან ახლობლობა აქვს ან თვითონ ხელოსანი და ასე ვთქვათ მანქანასთან შეუძლია ურთიერთობა გარაჟი აქვს და რაღაცეები მოკლედ მაგათთვის კიდე შესაძლებელია რა. იმიტომ რომ მაინც სუსტი ძრავია ამასთან შედარებით ბალანსირის ღერძის პრობლემები, ცეფის და დამჭერების პრობლემები, დიაფრაგმის პრობლემები, სეთვისთვის პრობლემები და ეგენი ახასიათებდა რა. ეხლა ამ ძრავს რაც შეეხება, ეგ პრობლემები ძირითადად მოგვარებულია. ამასაც სჭირდება ხოლმე დიაფრაგმის შეცვლა, მაგალითად და ცეფის სერვისი. ამ ძრავსაც სჭირდება. მე ამ მანქანაზე ახლა ცეფის სერვისი გავაკეთე 180,000 კილომეტრი ქონდა გარბენი და მაშინაც ასე ვთქვათ დარჩენილი მქონდა კიდე დრო, ანუ შეეძლო რომ ემუშაო ჩვეულებრივად, არ იყო გაწერილი მანდა მაინც. უბრალოდ ჩემო მეგობარმა დავმეგობრდით ასე რომ ვთქვათ მაგ პროცესის შემდგომ შემოთავაზა რომ შეგიცვლიო ცეფსო TikTok-ზე ნახეთ ჩემი ვიდეო, მოეწონა ჩემი კონტენტი, მე აქ მიუთითებ ახლა საკონტაქტოს გიორგისას, ვისაც აქ ჭირდება ცეფის შეცვლა, შეგიძლიათ რომ გიორგის დაუკავშირდეთ, თბილისში მუშაობს, კარგი მცოდნე ბიჭი არის. მაგის გარდა კიდე ამ მანქანაზე მე სრულიად აი ზეთის, გადაცემათა კოლოფში ზეთი, ძრავში თუ რაიმე შეცვლილი იყო მოკლედ ზეთები და რაც ჭირდებოდა, ყველაფერი ფილტრები ესენი, ყველაფერი შეცვლილი მაქვს. ეგეც ოღონდ ეგ უკვე ბალუ სერვისმა აიღო თავის თავზე. ეგენის თბილისში არიან, ეგენი ძალიან მაგარი ბიჭები არიან, საყვარელი ხალხი არიან და Volkswagen-ის, Audi-ის, Porsche-ის პროფესიონალები და მაგათ საკონტაქტოსაც მიუთითებ აქ, ვისაც წვრილი მიუძღვის მოკლედ აი ამ მანქანის ასე ვთქვათ ჯანმრთელობაში და გამართულობაში, ყველას ნომერი იქნება მითითებული ჩემ ვიდეოებში. სხვა შორის გეგმავ რომ, იმიტომ რომ ჯერ მოდი თქვა რას გეგმავ. გეგმავ რომ ეს მანქანა ავაჩქარო. ეხლა როგორც არის სრულიად სტოკი, საერთოდ არაფერი რა გაკეთებული. ძრავში ფილტრიც კი არ მიყენია, სპორტული ფილტრებს ყველა რო აყენებს, ხო იცი? ეგეც კი არ მიყენია. ხო და მოკლედ შემშვები, გამშვები და ბევრი რაღაცა stage თავისთავად გასაკეთებელია მანქანაზე და დრო და დრო ყველაფერი იქნება, გააჩნია უკვე ფინანსებს, გააჩნია შემოთავაზებას, სპონსორს და ყველაფერს რა მოკლედ. აი რაც ისმის დაახლოებით Subaru-ს მოგონებს ხოლმე აი ამ მანქანის ხმა რა. ეგ ხმა შემოაქვს პატარა მოწყობილობა უყენია ეგ შვაში კაპოტს უკან მერე პლასმასი არის ესეთი sound actor-ი ქვია და ძრავიდან წამოსულ ხმას და ვიბრაციებს აძლიერებს და ეგ ხმა უკვე შემოაქვს მერე შიგნით კაბინაში და ასე რომ ვთქვათ აი ეგ ხმა რაც გესმის რეალური სიამდვილეში არ არის. თუმცა ყურისთვის, ჩემთვის ასიამოვნო ეხლა პირადად მე მაგალითად ნახე რომ ვიღაცები აუქმებენ მაგას რომ მე მინდა რომ მანქანის ასე რომ ვთქვათ ისეთი ხმა მესმოდეს რომელიც რეალურია და ასე შემდგომ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაგას ვინც აკეთებს იმას გამშვების სისტემა აქვს აკეთებული და იმ გამშვების რეალური ხმა უნდა რომ ესმოდეს, მაგრამ როდესაც მანქანა არის სტოკი მთლიანად ქართულ მდგომარეობაშია ეს ხმა მაგალითად უხდება, ეს ხმა რო არ კონდეს, ალბათ რა ვიცი, აი როგორც Alfa Romeo რო გადავიღეთ, ეხლა აქ გამოჩნდება. Alfa Romeo შემთხვევაში რაღაც ემოციები მაკლდებოდა იმ მანქანისგან, იმიტომ რომ ხმა თავისთავად განიჭებს ძალიან დიდ ემოციას, ხმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად რა. და ამ მანქანაზე აი downpipe-ის გაკეთება მინდა, რომ ტურბინიდან წამოსული ხმები უფრო კარგად წამოიღოს, blow-off-ი და რაღაცეები, ეგ ყველაფერი თავის როლს თამაშობს ძალიან დიდს. თუმცა მე ბენზინის წვაზეც მოქმედებს, იმიტომ რომ მანქანის ხმა რო გესმის, მე გინდა რომ შენ შესაბამისად იმოძრავ. მოკლედ, სად მოვდივარ ახლა ნახოთ, არ ვიცი, ამ გზაზე მე მგონი პირველადა ვარ, მაგრამ იმედია რომ სადმე არ დავიკარგებით. არის მანქანები მაგალითად თუ დეიდან გადაიტან manual mode-ში
რაღაცნაირად მანქანა სპორტ რეჟიმში გადადის და ცდილობს რომ მაღლა დაიჭიროს ბრუნი. ამ მანქანაში ეგ მომწონს რომ არა აქვს მნიშვნელობა დეში გექნება თუ საით გექნება ეს გადაცემა მოტოკოლოფი, ტახომეტრზე რეაგირებას არ ახდენს, შენ თვითონ ასე რომ ვთქვათ უკვე შეგიძლია შეურჩიო ჩვეულებრივად სიჩქარე როდის რომელი გინდა. ძროხას დალია უნდა. სწორებს რა. მართალია ძალიან სწრაფი მანქანა არ არის, მაგრამ აი რაც შეუძლია აკეთებს რა. ტრასაზე ხა მაგალითად მოსახვევებშიც ქარხნულ დაკიდების სისტემაზე არის მთლიანად, მაგრამ ნორმალურად დგას მაინც. ამ დროს ყველაზე საშიში არის რომ აი გზაზე დაგხვდეს წყალი და აი გუბეში ჰიდროპლანირების დროს შეიძლება რომ საერთოდ ვეღარ დაიმორჩილო მანქანა. მოკლედ სადავარ ნაღდად არ ვიცი რა, აი შემიძლია ხარ უკას დავხედო უბრალოდ ეს მიყვარს როცა აბა აი ამ მოსახვევში შემოსვლა გაუჭირდა ცოტა არ ველოდებოდი. ცოტა ტორმოზები თუ არ გავაგრილე შეიძლება ერთიც მიმტყუნოს. დინარე ყვირილა. პირველი სვირი. სვირში ვარ თაჟე. სვირი, ეს გზა მე მგონი ვიცი და აქ წესით ნამყოფი უნდა ვიყო. ტორმოზები გადახურდა, აღარ იჭერს. როგორც იჭერდა ისე. უბრალოდ ამ გზაზე ხა ბუგაროკების მეშინია.
კავშირში ამოვედით ესე. Შატო ბუქსაოს ვერხე. თავარი გზა აქეთ მიდის. ბაღდათი თუ იქ მოდი ბაღდათში ჩავიდეთ და ბაღდათიდან მე უფრო მარტივი იქნება ქუთაისში გადასვლა. ცივილიზაციაში შემოვედით. ამ გზიდან ბაღდადში არასდროს არ ყოფილი ვარ. საინტერესო იყო. მოკლედ მეგობრებო, თქვენ უყურებთ Just Drivers. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მძღოლი, რომელიც ნებისმიერ მანქანისგან იღებს სიამოვნებას. ეხლა ეს მანქანაც არ არის განსაკუთრებული, არ არის საოცარი, უბრალოდ ამას აქვს თავისი პატარა ხასიათი და იმედი მაქვს, რომ ეს ხასიათი გამომჟღავნებია დღეს, გამოვწურე და თუ წამოვიდა აი ამ ვიდეოში ემოციები თქვენამდე თუ მოვიდა, გთხოვთ რომ დამეკომენტაროთ, რომ ვიცოდე და ვისაც არ ხერაგოთ გამოწერილი, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო მანქანა მაყავს კიდე დაგეგმილი, რაც აქამდე არ გადამიღია, იმასაც შეგიძლიათ გადახედოთ. მოკლედ, ბევრი კარგი და საინტერესო მანქანა იქნება ჩვენ არხზე და დაელოდეთ. სულ ეს იყო. მადლობა, ვინც მიყურებდით აქამდე და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. წავედით. ბოლო გარბენი